ჩვენი ქალაქი უკვე მესამედ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს გასტრობათუმს მასპინძლობს. მისი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ავთენტური საბრძოლოს თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოჩენა. ათევზის როლზე, შავი ზღვის გემოებსა და გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად საუბრობენ. ფორუმში პირველად მონაწილეობდა ის ძალიან მახარებს. აქ ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებთ. საქართველო უდიდესი კულტურისა და გასტრონომიის სახელმწიფოა. საჭიროა მსგავსი სახის შეხვედრები, რადგან თქვენი გასტრონომიის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს. ერთადერთი რაც ძალიან ცნობილია ევროპასა და მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის თქვენი ღვინოები. კერძების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. ამიტომ თქვენ გჭირდებათ თქვენი უნიკალური კერძების შესახებ ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა. სწორედ ამას უწყობს ხელს მსგავსი სახის ფორუმები. მეც თავის მხრივ შევეცდები, რომ მაქსიმალური პოპულარიზაცია გაუწიო ქართულ გასტრონომიას. დაგეგმილია მასტერკლასები 100-ზე მეტი შეფსარეულისთვის, რომლებიც გაეცნობიან იმ თანამედროვე მიდგომებს და ტექნიკებს, რაც ზღვის პროდუქტების დამუშავებასთან, სუფრასთან, მიტანასთან არის დაკავშირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთ რეგიონში, ტურისტულ რეგიონში, როგორიც აჭარა არის, კულინარია განვითარდეს მაღალ დონეზე და რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებები უწყობს ხელს, რომ შევქმნათ მდგრადი, გამორჩეული, საინტერესო კერძები, ავსახოთ ეს რესტორნებში, ადგილობრივ და კვების ობიექტებში და გაუწიოთ ჩვენ მდიდარ კულინარიულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია.